მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ვაშლის გასხლასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომელიც მომზადებულია კომპანია აგროფორსის აგროსკოლის ფარგლებში. უპირველეს ყოვლისა, სანამ დავიწყებდეთ საუბარს თუ რას ვაკეთებთ ინტენსიურ ბაღში, ჩვენ ვართ ახლა M9-ზე დამყრობილ ვაშლის თანამედროვე ტიპის ინტენსიურ ბაღში. ამ შემთხვევაში ეს არის ჯიში გალა. ბაღი არის დაახლოებით 6-7 წლის და ვისაუბრებთ თუ რა ძირითად პრინციპებზეა საუბარი, როდესაც გასხლაზე გვაქვს საუბარი ვაშლთან. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ მეთოდოლოგია, ეგრეთ წოდებული, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ, შემუშავებულია მსოფლიოში დაახლოებით გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან. მანამდე ხეხილის ბაღები ეს იყო ჯამისებური, ვარჯიანი, ფართოდ გაშლილი ხეები, თუმცა შემდგომში ეტაპობრივად მოხდა მისი მოდიფიკაცია და აი ამ ფორმატში გადასვლა, რომელსაც თქვენ ახლა ხელს რომელსაც ხედავთ, მას ქვია შპინდელის ტიპის ფორმირება. ზოგადად მეხილეობაში არსებობს ორი მიმართულება გასხლის. ერთი არის ჯამისებური ტიპის ფორმირება, როგორც არის მაგალითად ატამი, ქლიავი და ასე შემდეგ. მეორე არის ლიდერული ტიპის ფორმირება, რომლის მოდიფიკაციასაც წარმოადგენს შპინდელის ტიპის ფორმირება. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ თვითონ შპინდელში გვაქვს რამდენიმე განსხვავებული ტიპის გასხლები, მაგალითად არის ესეთი ფორმატი, რომელიც 2000-იანების დასაწყისში იყო პოპულარული, რომელსაც სოლაქსი ერქვა, როდესაც ხდებოდა დაბმა უფრო აქტიურად ტოტებისა. დღეისათვის გვაქვს შპინდელის კლასიკური ფორმა, რომელსაც ტოლ შპინდელს ეძახიან, ანუ მაღალ შპინდელს ეძახიან. 2010-იანებიდან უფრო პოპულარული გახდა გასხლის მიდგომა, რომელსაც ეძახიან ეგრეთ წოდებულ კლიკ პრუნინგს, ანუ კლიკის, ანუ ქუსლების დატოვებით გასხლას, რომელსაც მეტნაკლები წარმატებით იყენებენ სხვადასხვა ტიპის ჯიშებზე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ყველა ამ ტიპის ფორმირების საფუძველს წარმოადგენს შპინდელი. შპინდელთან დაკავშირებით პირველი მისი მახასიათებელი რა არის? ეს არის მისი ცენტრალური ღერო, რომლიდანაც შემოსავი ტოტები გამოსულია თითქმის ყველა კუთხიდან და შესაბამისად მოსავალი გვაქვს მობილიზებული მოცემულ ტოტებზე. ზოგადად გასხლის დას ვცდილობთ დავიწყოთ ცენტრალური ნაწილიდან. ამ შემთხვევაში ჩვენ ხეზე უკვე მიღწეული აქვს მას თავისი შესაბამისი ზრდა, ამიტომ ლიდერის თვალსაზრისით ვცდილობთ, რომ ლიდერი გადმოვწიოთ შედარებით უფრო სუსტ ნაზარზე. მოდით შევხედოთ ახლა მისი მოჭრა როგორ მოხერხდება. აქ გვაქვს ჩვენ ძალიან ძლიერი ტოტები. რა თქმა უნდა, უკეთესია რომ მოხდეს მისი ჭრა სხვადასხვა პლატფორმების გამოყენებით. ჩვენ ახლა ვცდილობთ, რომ აი სუსტი სანაყოფი ტოტზე დავტოვოთ და ყველა ძლიერი ტოტი, რომლებიც შემდგომში შეხედეთ, რომ აქ გვაქვს ბადე გადაფარებული, რომ პრობლემა არ შეგვიქმნას. რას ვაკეთებთ უპირველეს ყოვლისა, ცენტრალური ლიდერი გამოვყავით, იმის გამო, რომ უკვე მიღწეული აქვს თავის შესაბამის სიმაღლეს, ტოვებთ გვერდითა წკეპლ ეგრეთ წოდებული ერთწლიან ტოტებზე, ამ შემთხვევაში წკეპლებზე, იმისათვის რომ ძალიან დიდი ზრდა არ განვითარდეს. მიუხედავად ამისა, აუცილებლად დაჭირდება ამ ხეს მწვანე გასხლა, ესეც უნდა აღვნიშნოთ, რომ თანამედროვე ტიპის სხლა ფორმირება რეალურად არ მთავრდება მოსვენების პერიოდში არსებული გასხლის მიდგომისაგან. რეალურად მას ჭირდება აუცილებლად დამატებით ზრდის რეგულატორების გამოყენება, სხვადასხვა აგრონომიული პრაქტიკა, როგორც არის ფესვის ჩაჭრა და ასე შემდეგ და ასევე რა თქმა უნდა მწვანე გასხლა. ანუ პირველი სამუშაო ვისაუბრეთ, ეს არის ლიდერის გამოკვეთა. ამ შემთხვევაში სიმაღლე უკვე მიღწეულია და წკეპლაზე ვტოვებთ, იმისათვის რომ ნაზარდი ზემოთ კიდევ უფრო არ გაიზარდოს. ეს არის ასე ვთქვათ პირველი პრინციპი. მეორე პრინციპი ვათვალიერებთ თვითონ ხეს და ვცდილობთ, რომ თუ რომელიმე ტოტი გვაქვს, ისეთი ტოტი, რომელიც მოდის ცენტრალური ღეროზე დაახლოებით მისი ნახევარზე უფრო სქელი ტოტი თუ გამოდის, მისი აუცილებლად ამოჭრა უნდა მოხდეს.
ამოჭრა არ ხდება მთლიანად რგოლზე, ვტოვებთ ჩვენ დაახლოებით 2-3 სანტიმეტრიანს იმისათვის, რომ იქიდან არ მოხდეს მოცემული სანაყოფე რგოლის დაზიანება. მესამე პრინციპი, გადავდივარ თითოეულ შემოსავ ტოტზე და მისი ეგრეთ წოდებული გამარტივება ხდება. გამარტივება რას ნიშნავს? ვცდილობთ, რომ დაწეული ტოტი, შემოსავი ტოტი გავასწოროთ ამ შემთხვევაში ასეთ მდგომარეობაში. თუ არის დაწეული გვაქვს სანაყოფე მეჭეჭები, მათ შედარებით შევამცირებთ. ზემოთ მიმავალი ჩამახშირებელი ტოტი ჰორიზონტალური არც ერთი არ გჭირდება. აგვიძენ სანაყოფე ტოტი აქვს, ამას დავტოვებთ. აქ ქვემოთ არის და ვცდილობთ, რომ ერთი გაშლილი ტოტი კონდეს მიღებული თითოეულ სანაყოფე ტოტზე. ხედავთ, რომ ზემოთ არის წამოსული წვერი სანაყოფი არ არის, მისი დამოკლება უნდა მოხდეს. აქაც განტოტვა გვაქვს, ვეძახის ზოგადად ჩანგალა ტოტებს უნდა გამარტივდეს, ისი უნდა იყოს მხოლოდ ერთი გამოსული. აქაც იგივე ძალიან შორს არის ჩამოწეული, დამოკლება მოხდება. ქვემოთა ტოტი მიდის და ვცდილობთ, რომ არ შევიდეს მეორე ხის სივრცეში. ზემოთ არის მიმართული დავამოკლებთ. ესეც ზემოთ მიმართული ტოტი არ გჭირდება. ჩამოშვებული ტოტი არ გვინდა, ზემოთ წავიდა არ ჭირდება. ძალიან არის განტოტვილი და ვტოვებთ ერთს. ეს ტოტი მოიჭრება. ამონაყრებია შემცირდება, აქ რეალურად მოსავალი ნაკლები გვექნება, დამოკლდება, გვაქვს დარჩენილი. რა ტიპის გასვლა ჩავატარეთ, ლიდერი გამოიკვეთა. მეორე დავათვალიერეთ და არა გვაქვს ძალიან დიდი მსხვილი ტოტები, რომელიც ცენტრალური ლიდერიდან მოდის და შემდგომში მისი შემოსავი ტოტების ეგრეთ წოდებული გამარტივება ხდება, ანუ სწორად უნდა მოდიოდეს თითოეული ტოტი. ჩანგლები, ანუ განტოტვები შედარებით ნაკლებად უნდა ქონდეს. აი მაგალითად დაგვრჩა ახლა ჩვენ ეს ტოტი. მივიღეთ ეგრეთ წოდებული სვეტისებური ფორმა, ქვედა და ზედა მხარეები დაახლოებით თანაბარია. გარდა ამისა, ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ რამდენი საყვავილი კვირტია თითოეულ მცენარეზე განვითარებული. ზოგადად ითვლება, რომ დაახლოებით 120-დან 150 საყვავილი კვირტი უნდა იყოს თითოეულ ხეზე. ამოცანაა, რომ ერთ ხეზე მივიღოთ დაახლოებით 20-დან 25 კილოგრამამდე ვაშლი, რომელიც მაღალხარისხიანი იქნება. გავიმეოროთ ძირითადი პრინციპები. პირველი, ეს უკვე ჩამოყალიბებული ბაღია. ეს არის ცენტრალური ლიდერის გამოკვეთა. მეორე, ტოტები, რომლებიც ჩამახშირებლებია და ზემოთ მიდის, ყველა ეს ტოტი იჭრება. მესამე, დედა ტოტები, რომლებიც გამოსულია ცენტრალური ღეროდან და ეს დედა ტოტები შესაძლებელია, რომ იქცეს უფრო დიდი ვიდრე ცენტრალური ლიდერი, მათი ამოჭრა და მესამე, მისი შემოსავი ტოტების გამარტივება. თითოეული სანაყოფე წარმონაქმნი, რომელსაც ვხედავთ, უნდა იყოს დაახლოებით ერთი და მას ძალიან ბევრი განტოტვა არ უნდა ქონდეს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ ასეთი ტიპის ბაღში აუცილებელია სხვადასხვა ტიპის ზრდის რეგულატორების გამოყენება, როგორც არის მაგალითად კალციუმის პროფექსადიონი, 2-3ჯერადი გამოყენება, იმისათვის რომ ზრდის სიძლიერე იყოს შედარებით უფრო რეგულირებული. ისიც გასათვალისწინებელია, რომ დანორმებისთვის საჭირო იქნება ან ინტენსიური ხელით გასხლის ჩატარება, ან კიდევ სხვადასხვა ტიპის თანამედროვე ზრდის რეგულატორების გამოყენება. ერთ რაღაცასაც დავამატებ სხვათა შორის უშუალოდ გასხლის მომენტში, რომ უკანასკნელ პერიოდში მცირე ბაღებში, როცა ეს არის 2-3 ჰექტარი, ურჩევენ ხოლმე ფერმერებს, სადაც დროის თვალსაზრისით არ ვართ შეზღუდული, რომ სამუშაო ჩავატაროთ და ჩავეტევით შესაბამის აგროვადაში, ურჩევენ ხოლმე, რომ გარკვეულწილად საყვავილი კვირტების გამოჩენას დაველოდოთ. ეს არის ფენოლოგიურად ვარდისფერი კონუსის ფაზა, რათა დავინახოთ რეალურად რამდენი საყვავილი კვირტი გვაქვს მცენარეზე და იმის შემდგომ ჩავატაროთ მისი შესაბამისი სხვა ფორმირება.